საპროტესტო მარში გრძელდება იუსტიციის სამინისტრო და რამდენიმე წუთის წინ დავტოვებდა ახლა მივდივართ სანაპიროზე კონკრეტული ლოკაცია სად იქნება შემდეგი საპროტესტო ადგილი, სად გაჩერდებიან მომიტინგები, არ ვიცით, რადგან ამ აქციას არ ჰყავს ორგანიზატორები და ექსპრომტად იღებენ გადაწყვეტილებას აქციის მონაწილეები. მათი მოთხოვნები კვლავ არის უცნობი და ბანერზეც აქვთ ეს გადმოტანილი თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. მათში დღეს დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ თითქოს ქართული ოცნება შეეცდება საპროტესტო მუხტის ჩახშობას იმითაც, რომ რუსულ კანონში შესაძლოა რაიმე სახის ცვლილებები შევიდეს. უფრო კონკრეტულად რას ფიქრობენ ისინი ქართული ოცნების მხრიდან შესაძლო დათმობაზე წასვლაზე, ახლა გავესაუბრები რამდენიმე მათგანს. დღეს მოვისმინეთ ასეთი რაღაც ევროპული საბჭოს წარმომადგენელმა თქვა, რომელიც საქართველოშია ჩამოსული, რომ მიიღო ქართული ოცნების ხელისუფლებისგან დაპირება, რომ რუსულ კანონში შევა ცვლილებები და ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეები გათავისუფლებიან. თქვენ რამდენად გჯერათ და რამდენად დამაკმაყოფილებელია ეს დათმობა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, თქვენთვის? ზოგადად ამ ხელისუფლების არც ერთ სიტყვის არ მჯერა, მაგრამ რომც მჯეროდეს და აიხლა რაღაცა 1 საათში რო ეგ ყველაფერი ქნან, რა მნიშვნელობა აქვს ხალხო? ჯერ ეს ერთი ადმინისტრაციული დაკავებულები რო ტყვეები არიან, სისხლის სამართლით დაკავებულები ტყვეები არ არიან, ეგენც ტყვეები არიან რეჟიმის. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ დაკავებულზე არაფერი ესე რანდომულად იღებდნენ შემთხვევითი შერჩევით აქციაზე მონაწილეებს და ზოგს რას უშვებოდნენ და ზოგს რას უშვებოდნენ, ყველამ ნახეთ. ეხლა რაც შეეხება რუსულ კანონს. რუსულ კანონში რა ჩასწორებაც არ უნდა გააკეთოს, სულ რომ გაიწვიონ ეგ კანონი. ეგ არის პატარა დათმობა, რომელზეც რეჟიმი მიდის და ჩვენ არ დავიღლებით. აგერ ფაქტია, რომ გვარბევდნენ, ეგონაც დავიღლებოდით, დავნებდებოდით? არა. რა ვიცი, პატარა ბავშვის და სამსახურის პარალელურად 2 ღამე გავათენე ეს ბანერი დავხატე და არ დავღლილ ვარ და არც მომავალში არ დავიღლები რა და აგერ არიან კიდევ ადამიანები, რომლებიც არ დაიღლებიან და ეს არის მხოლოდ ჩვენი სფეროს მარში და ძალიან ბევრი ადამიანია კიდევ ასეთი, ანუ პატარა დათმობაზე თუ წავლენ რა, მაშინ იყოს რუსეთი? არა, რუსეთი არ იქნება, ევროპა იქნება. თქვენც უნდა გკითხოთ, რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ყობახიძეს ჰქონდა ბრიფინგი და ასეთი ინფორმაცია გაახმოვანა, რომ მას შემდეგ რაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იქნება, გეგმავს ღირსების ორდენით დააჯილდოვოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე სხვა მაღალჩინოსნები. ის ადამიანები რეალურად ვინც წამებაში ამხილა ეს პარტნიორებმა და დაასანქცირეს. ქვეყანაზე ასანქცირებს ამ მაღალჩინოსნებს. თქვენ როგორ გესმით საპასუხო ნაბიჯი ყობახიძის? მე ერთს ვიტყვი, მხოლოდ ქართულ ცირკში, რომელსაც დღეს მთავრობა ქვია, ვის რას როლს მიანიჭებენ და რა პრივილეგიით დააჯილდოვებენ, ნაკლებად გვაინტერესებს, იმიტომ რომ მართლა სამარცხვინოა, როდესაც რაღაცა ორდენით ააჯილდოებ ადამიანს, რომელმაც გასცა ბრძანება და დაასისხლიანა და დაიჭირა ჩვენი ახალგაზრდა თაობა იმისთვის, რომ უბრალოდ უნდათ დამოუკიდებელ თავისუფალ სამშობლოში ცხოვრება. ასე რომ მათი ეს განცხადებები ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დღეს მოვისმინეთ ყობახიძეს განცხადება, რომელმაც თქვა დილით მაგალითად, რომ ვიცე-პრემიერად ნიშნავს გომელაუს. მანამდე ვნახეთ დიდი ბრიტანეთის სანქციები, სხვა ქვეყნების სანქციები და გამთენიისას ვნახეთ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები, რომელმაც უმკაცრესი სანქცია მაგნიტსკის სანქციებში მოხდა, რაც ნიშნავს, რომ ამერიკა აღიარებს, რომ წამება იყო ის, რაც რუსაველის ქუჩებზე ხდებოდა. თქვენი შეფასება როგორია, როცა დილით უკვე ყობახიძე მას ვიცე-პრემიერად მიიღო? ეს ხალხი რეალურად თავის თავს ელაპარაკებიან. ახლა ჩვენთვის ესენი არც ვიცე-პრემიერები არ არიან, არც პრემიერ-მინისტრები. დე-იურე ბუნებრივი არ არიან და მათ შორის, როგორც აღნიშნე, დე-ფაქტოც არ არიან, იმიტომ რომ ვიცით, რომ ამ ხელისუფლებას ერთადერთი მმართველი ყავს, რომელიც გვემალება და წელიწადში ერთხელ ჩნდება ხოლმე და წინასწარ მომზადებულ კითხვებზე და პასუხებზე აძლევს ინტერვიუს თავის ტელევიზიას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს ამ რეჟიმის თითოეული წარმომადგენელი უნდა გარედან შევიწროვდეს, შიგნიდან ჩემი აზრით ვიწროვდებიან ისედაც და ნელ-ნელა უნდა ჩამოეშალოს აგურ-აგურ ის რაღაცა ფსევდო ელიტა თუ რაღაცა მარიონეტების ხელისუფლება, რომელიც შეკრა ივანიშვილმა, მათ შორის ყველაზე უღირსი, ყველაზე ფუჭი ამბიციების, ყველაზე გადიდკაცებული და ყველაზე ძალმომრეობით სავსე ადამიანები, ვინც ყავს ახლა მათ გარშემო.
შეფასებაც რომ მოვისმინოთ, როგორია, როცა 23 დღე ხალხი იწყებს პროტესტის რეჟიმში ხარ და საპასუხოდ ხედავთ დაწინაურებულ შინაგან საქმეთა მინისტრს და ასევე ვიგებთ, რომ ღირსების ორდენით დაჯილდოვდებიან ყაველაშვილის ინავგურაციის შემდეგ. ერთის მხრივ სასაცილოა, სატირალი რო არ იყოს სამწუხაროდ, ის რომ ცდილობენ ეხლა რაღაცნაირად მხარდაჭერა გამოუცხადონ ძალოვნებს, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ მათი წახალისება ხდება იმისთვის, რომ ეს ძალადობრივი ქმედებები, რაც მათ ჩაიდინეს, მომდევნო ეტაპებზეც და ხვალაც იქნება წახალისებული. ეს არის ყოვლად მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი. 22 დღეა და რა ვიცი, მგონია რომ 200 დღეც რო დაგვჭირდეს, იგივეს გავაკეთებ და იგივეს მოვითხოვთ. თავისუფლება რეჟიმის პატივრებს, ვითხოვთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს. ეს არის ყველაზე მთავარი პრინციპი. მადლობა. ასეთი არის მოქალაქეების პოზიცია ირაკლი კობახიძის განცხადებებზე, ასევე მათ გათვლებზე და სრულებზე, როგორ შეიძლება ჩაახშონ პროტესტი. მოქალაქეები ამბობენ, რომ არც ერთი დაპირება, რასაც ახლა ქართული ოცნება გასცემს, არ სჯერა და ისინი გააგრძელებენ პროტესტს, მანამ ხელახალ არჩევნებს არ მიიღებენ.